პოლიცია ხშირად იყენებს ვიდეო თვალის ჩანაწერებს დამნაშავეების დასადგენად და იდუმალი საქმეების ამოსახსნელად. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი ეჭვმიტანილების გამოსავლენად ან უკვე ეჭვმიტანილის დანაშაულის დასამტკიცებლად. ბევრ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია, რაც საქმეს სასამართლოში წარმატებას მოუტანს. ნომერი 10. 2021 წელს გამოსასყიდის მოთხოვნის ფოტომ და სათვალთვალო კამერის ჩანაწერმა პოლიციას სიდნეიში გამოსასყიდის მიზნით გადაცემის დამნაშავეების პოვნა გაადვილა. უბრალო პიჟამას კომპლექტი იყო ის მინიშნება, რომელმაც მაიკლ ჰედადის გადაცემაში დამნაშავეების პოვნა შესაძლებელი გახადა. ეს განსაცდელი დაიწყო 2020 წლის 24 ოქტომბერს, შუადღის შემდეგ. იმ დილით უცნობი თეთრი მიკროავტობუსი შევიდა მიწისქვეშა ავტოსადგომზე რაიდში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის, სადაც მაიკლი ცხოვრობდა. მან იქ დაიცადა, სანამ მაიკლი ავტოფარეხში არ შევიდა 12-ის ცოტა შემდეგ. სამმა ნიღბიანმა მამაკაცმა მაიკლი დაიჯირა და ძალით შეათრია მიკროავტობუსში. მოგვიანებით მიკროავტობუსის სათვალთვალო კამერამ შენობიდან გამავალი დააფიქსირა. უკან კი არანაირი კვალი არ დარჩენილა იმისა, რომ რამე არასწორი ხდებოდა. მაიკლის ოჯახს გამტაცებლებმა პირველად 7 საათზე მეტი დროის შემდეგ დაუკავშირდნენ. კრიმინალებმა დაშიფრული ტელეფონი გამოიყენეს შეტყობინებების გასაგზავნად და $5 მილიონი გამოსასყიდი მოითხოვეს საღამოს 8 საათზე. გამტაცებლებმა ფოტომტკიცებულება გაგზავნეს, რომ მაიკლი მათთან იყო. ის გამოსახული იყო ცარიელ ოთახში, იადაგზე მჯდომი, თვალებზე ლენტით და ხელფეხშეკრუი. მეორე დილით კიდევ ერთი ფოტო გაგზავნეს, რომელიც იმის დასტური იყო, რომ ის ცოცხალი იყო. ამ ფოტოზე მას უკვე ეცვა უბრალო პიჟამა. გამოსასყიდი თანდათან შეამცირეს $2 მილიონამდე, რომელიც უნდა გადაეხადათ $500,000 ნაწილებად. მაიკლი იყო ჯონ იბრაჰიმის დიშვილი, რომელიც ყოფილი ღამის კლუბის მფლობელი და პოლიციის მტკიცებით იბრაჰიმების ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. მოვლენის შესახებ ახალი ამბების გაშუქებისას პოლიციამ განაცხადა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, თითქოს იბრაჰიმების ოჯახის რომელიმე წევრი მონაწილეობდა გადაცემის გეგმაში. მაგრამ ეს სავარაუდო კავშირები ორგანიზებულ დანაშაულთან ხსნიდა, რატომ აირჩიეს გამტაცებლებმა მაიკლი სამიზნედ. ოქტომბრის 27-ს მაიკი გაათავისუფლეს პატარა ავტოსადგომზე სიდნეის კიდევ ერთ გარეუბანში. მას ისევ ჰქონდა თვალებზე ლენტი, ამიტომ გამტაცებლები ვერ დაინახა. ის გამლავმა იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაიკლი გაათავისუფლეს, საზოგადოებას ინფორმაციის მიწოდების თხოვნით მიმართეს. პოლიციას ჰქონდა საცხოვრებელი კომპლექსის ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ შედის და გამოდის ფურგონი. ფურგონს ყალბის სანომრე ნიშნები ჰქონდა, მაგრამ ერთი განმასხვავებელი ნიშანი მაინც იყო. ფანჯრის მინაზე ჩანდა R.M. Williams-ის Longhorn-ის სტიკერი. ვიდეომასალა საზოგადოებას წარუდგინეს, როცა პოლიციამ ინფორმაციის მოწოდება სთხოვა, მაგრამ საუკეთესო კვალი სწორედ დაუნახავი სათვალთვალო კამერის ჩანაწერმა მისცა. პიჟამა, რომელიც გამოსახული იყო გამოსასყიდის მეორე ფოტოზე, მაიკლს არ ეკუთვნოდა. პოლიციამ ივარაუდა, რომ გამტაცებლებმა ეს პიჟამა მას მისცეს, რომ მასში დაეძინა. დადგინდა, რომ ისინი Kmart-ში იყიდებოდა და პოლიციამ დაუკავშირდა მაღაზიის მთავარ ოფისს, რათა მიეღო ინფორმაცია იმ პირზე, ვინც მსგავსი პიჟამა შეიძინა. აღმოაჩინეს, რომ მთელ ახალ სამხრეთ უელსში მხოლოდ ერთი ნაღდი ანგარიშსწორებით იყო შეძენილი ეს კონკრეტული პიჟამა. შეძენა განხორციელდა მერილენდში, საღამოს 8 საათსა და 25 წუთზე, იმ დღეს, როდესაც მაიკლი გაიტაცეს. შემდეგ პოლიციამ შეძლო ამ Kmart-ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიღება, სადაც კამერებმა შადი ლოზი და ზუხაიბ ჯაზადი დააფიქსირეს, როგორ ყიდულობდნენ ამ ნივთებს. გადაცემამდე ერთი დღით ადრე გადაღებულმა სხვა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ლოზი ყიდულობდა Longhorn-ის სტიკერს. როდესაც პოლიცია ორ კაცს იძიებდა, მათი ყურადღება მესამე მიიპყრო. გახდა ნათელი, რომ გეგმაში ასევე იყო ჩართული მამაკაცი სახელად აჰმედ ბამარი. პოლიციამ მისი ბინა გაჩხრიკა და აღმოაჩინა ადგილები, რომლებიც სრულად ემთხვეოდა იმ ადგილებს, სადაც გამოსასყიდის ფოტოები იყო გადაღებული. სამივე დააგავეს და საბოლოოდ გადაცემაში თავი დამნაშავედ სცნეს. ნომერი 9. როცა ნატალი ბელმონტი გაუჩინარდა, პოლიციამ მაშინვე ეჭვმიტანილად მიიჩნია ის ადამიანი, ვინც მისი გაუჩინარება განაცხადა. დიდი დრო არ გასულა, რომ სათვალთვალო კამერებმა მტკიცებულება წარმოადგინეს, რაც ეჭვს დაადასტურებდა. ნატალი კეთილი და წარმატებული ქალი იყო, რომელიც მაიამის რაიონში უნძრავი ქონების აგენტად მუშაობდა. მას ძალიან უყვარდა ბავშვები და მისი გაუჩინარების დროს მუშაობდა არაკომერციული ორგანიზაციის შექმნაზე, რომელიც სასის ნაპრალით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებოდა. ნატალის ასევე ჰყავდა 3 საკუთარი შვილი, მათ შორის ჟერარ ლოპეს ბელმონტი, მისი ბიძაშვილი, რომელიც მან 9 წლის ასაკში იშვილა. ლოპესი იყო ბოლო ადამიანი, რომელმაც ნატალი ცოცხალი ნახა.
2011 წლის 16 ივლისის ღამეს ისინი ერთად დაესწრნენ გამოსაშობ წვეულებას და მომდევნო დილის ადრეულ საათებში სახლში დაბრუნდნენ. ლოპესის თქმით, სახლში მისვლის შემდეგ ორივე მალევე დაწვა დასაძინებლად. როცა დაახლოებით შუა დღეს გაიღვიძა, ნატალი არსად ჩანდა. ლოპესმა დედა დაკარგულად გამოაცხადა, მაგრამ მეგობრების თქმით, მისი გაუჩინარება დიდად აშეუშფოთებია. მაგრამ ერთმა მეზობელმა შენიშნა, რომ ის უცნაურად იქცეოდა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მან რამდენჯერმე ჰკითხა მათ სახლის უსაფრთხოების კამერაზე. როგორც ამბობენ, მას სურდა ენახა, ხომ არ ქონდა კამერას რაიმე დაფიქსირებული, რაც დედამისის გაუჩინარების გამოძიებაში დაეხმარებოდა. ჩვეულებრივ პირობებში ეს შეიძლება სრულიად გონივრული საქციელი იყოს, დაკარგული საყვარელი ადამიანის ოჯახის მხრიდან. მაგრამ მეზობელს ლოპესის მიმართ რაღაცა საეჭვო ეჩვენებოდა. მან განაცხადა, რომ ჩანაწერი კარგი ხარისხის არ იყო და ბევრი რამ ვერ ჩანდა. შემდეგ მან სათოლთოლო კამერის ჩანაწერი პოლიციაში წაიღო. ჩანაწერში ჩანდა, როგორ ბრუნდებოდნენ ნატალი და მისი შვილი სახლში ღამის 3-ის შემდეგ, იმ ღამეს, როცა ის გაუჩინარდა. 2 საათის შემდეგ ნატალის გარეგნობის მქონე ადამიანი გამოვიდა სახლიდან და გადააყენა ნატალის მანქანა ისე, რომ მისი საბარგული სახლის კართან აღმოჩნდა. 5-ის 12-სა და 5-ის 16-ს შორის დილით. დაინახეს, როგორ მიათრებდა ეს ადამიანი დიდ საგანს სახლიდან მანქანის საბარგულში. პოლიციის თქმით, ეს საგანი ზრდასრული ადამიანის ტანის ზომის იყო და ფიგურა აშკარად წვალობდა, რომ საბარგულში ჩაედვირთა. შემდეგ ის ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მალე ის დაბრუნდა. სახლიდან კიდევ რამდენიმე ნივთი გამოიტანა დიდ თეთრ ნაგვის პარკებში და ისევ წავიდა. 8 წუთში ის დაბრუნდა. ბოლოს სათოლთოლო კამერის ჩანაწერი დაფიქსირდა დილის 7:41 წუთზე. ჩანდა იგივე ადამიანი, რომელიც ასუფთავებდა მანქანის გარეთ და შიგნით. ჩანაწერმა უარო ლოპესის მონათხრობი. ან ის იყო ფეხზე და მოძრაობდა დედამისის გაუჩინარების დილას, ან ვიღაც, ვინც მას გავდა, იმალებოდა მის სახლში. მხოლოდ 3 დღის შემდეგ იპოვეს ნატალის ცხედარი ჭაობში, რომელიც მის სახლთან 1 მილზე ნაკლებ მანძილზე იყო. დნმ-ის მტკიცებულებები და ვიდეოკამერის ჩანაწერები წარგენილი იყო როგორც მტკიცებულება იმისაულება იმისა, რომ ლოპესი იყო დანაშაულის ჩამდენი პირი. ლოპესმა უარო ბრალდება, მაგრამ სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო. ნომერი 8. 2016 წლის 9 ივნისის შუა დღეს ლონდონის მეტროს ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს შოკის მომგვრელი დანაშაული, რომელმაც კაცს სიცოცხლე შეიძლება დაუჯდომოდა. ამავდროულად მათ პოლიციას მიაწოდეს საკმარისი მტკიცებულება, რომ დამნაშავეს სამართლის წინაშე წარედგინათ. Bond Street-ის ჯუბილი ხაზის ვიდეოკამერებმა აჩვენეს რამდენიმე მგზავრი, რომლებიც სამუშაო დღის შემდეგ მატარებელს ეოლდებოდნენ სახლში დასაბრუნებლად. უეცრად თეთრ პერანგში ჩაცმული მამაკაცი პლატფორმაზე შევარდა. სხვა მამაკაცი ასევე თეთრ ტანსაცმელში შემობრუნდა ახალმოსუმისკენ, მაგრამ ვერ შეძლო მისი შეჩერება, სანამ პირველი მამაკაცი მას პლატფორმიდან არ გადმოაგდებდა. დანარჩენი მგზავრები სწრაფად მიიჭრნენ კიდესთან, როცა მსხვერპლი ცდილობდა დენიანი ლიანდაგებიდან ამოსვლას. არეულობაში მოძალადე დამნაშავე მიიმალა. ინციდენტი უფრო ადრე სხვა მატარებელში დაიწყო. დავით პietrasiegi სამშენებლო სამუშაოდან სახლში ბრუნდებოდა, როცა შენიშნა, რომ კიდევ ერთი მგზავრი აგრესიულად იქცეოდა. კაცი სხვა მგზავრებზე ყვიროდა და აშკარად ნასვამი იყო. დავითმა გადაწყვიტა ჩარევა. მან კაცს უთხრა, რომ დამშვიდებულიყო და სახლში წასულიყო. სამწუხაროდ მეორე კაცმა, რომელიც მოგვიანებით ქრისტოფერ კოლა დამოიცნეს, რჩევა არ გაითვალისწინა. კოლმა მოკრების პოზა მიიღო და ჩანდა, რომ ის ემზადებოდა დაპირისპირების ძალადობრივად გადაქცევისთვის. პასუხად, დევიდმა კაცს კისერზე მკლავი შემოხვია, სანამ ის ხვირილს აგრძელებდა. რამდენიმე წამში დევიდმა გაუშვა, რადგან ფიქრობდა, რომ ახლა კოლიც შეწყვეტდა. შემდგომი ჩვენებების მიხედვით, ორივე მამაკაცი თავის ადგილას დაბრუნდა. ჩანდა, რომ ინციდენტი ამით დასრულდებოდა. დავითმა ბონდ სტრიტის სადგურზე ჩამოვიდა, რათა სხვა ხაზზე გადამჯდარიყო. რაც მან ვერ გაიაზრა იყო ის, რომ კოლი მას მატარებლიდან გაჰყვა. კოლი თავის მსხვერპლს მეტროს სადგურში ესკალატორებზე ზევით და ქვევით მიყვებოდა. როცა სწორ პლატფორმაზე მივიდა, მან სცადა დავითი უკან, ესკალატორებისკენ გაეკაჩა. დავითმა ხელი მოიშორა და ისევ ისე ჩანდა, თითქოს კოლი უკან იხევდა. ის მარტო დაბრუნდა ესკალატორებთან და კიბეების თავამდე ავიდა, სანამ როგორ ჩანს, ისევ გადაიფიქრებდა. სათოლთოლო კამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ გარბის კოლი ამავალი ესკალატორით უკან და ბაქანზე გადადის. სწორედ მაშინ მან დევიდი ლიანდაგებზე გადააგდო. რელსები ელექტრიფიცირებული იყო და დევიდმა მოგვიანებით თქვა, რომ გრძნობდა, როგორ გადიოდა ელექტრობა მის სხელში. მას ეცვა რეზინის წირიანი ფეხსაცმელი და შესაძლოა სწორედ ამან გადაარჩინა მას დენისგან სერიოზული დაზიანებისგან. ის გაბრუებული იყო და თითი ჰქონდა მოტეხილი, მაგრამ მაინც მოახერხა საკმარისად ფხიზლად დარჩენა და რელსებიდან გადაძრომა. 30 წამზე ნაკლებ დროში მატარებელი შემოვიდა სადგურში.
იმ დროისთვის, როცა პოლიცია შემთხვევის შესახებ გააფრთხილეს, კოლმა უკვე დატოვა დანაშაულის ადგილი, მაგრამ მეტროში არსებული ფართო კამერების ქსელის წყალობით მისი პოვნა დიდხანს არ დასჭირვებიათ. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დევიდი სერიოზულად არ დაჭრილა, მაგრამ მას მძიმე სისხლჩაქცევები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელთაც განაჩენის გამოტანის დროსაც კი ებრძოდა. ნომერი 7. დიდი ალდგომის შვებულების შემდეგ ლონდონის Hatton Garden-ის საცავში დასაქმებულები სამსახურში დაბრუნდნენ და აღმოაჩინეს, რომ ვიღაცა მათი დაცულ საცავში ხვრელი გააბრუღა. მილიონობით ფუნტის ღირებულების სამკაულები, ოქრო და ნაღდი ფული იყო მოპარული, რაც მალე 10 წლეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ძარცვად იქცა. პოლიცია გამოიძახეს Hatton Garden-ის Safe Deposit Limited-ის შენობაში 25 წლის 7 აპრილის დილით. შენობა Hatton Garden-ის ცენტრში მდებარეობდა, ლონდონის რაიონში, რომელიც ცნობილია თავისი სამკაულების ვაჭრობით. ბევრი მოვაჭრე, ვინც მინდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, თავიანთ საქონელს ამ ობიექტში ინახავდა უსაფრთხოების მიზნით. ეხლა უთვალავე ადამიანს ეუბნებოდნენ, რომ მათი ნივთები მოპარული იყო. გამომძიებლები სწრაფად შეუდგნენ საქმეს და ცდილობდნენ გაერკვიათ, როგორ მოხდა დანაშაული. დანაშაულის ბოლო ეტაპი ადვილად შესამჩნევი იყო. როგორღაც ქურდებმა მოახერხეს ჩასულიყვნენ მიწისქვეშა საცავში, რომელიც გადატვირთული ლონდონის ქუჩების ქვეშ მდებარეობდა. შემდეგ მათ წინ დახვდათ სქელი ფოლადის კარი, კომბინირებული საკეტით. იმის ნაცვლად, რომ საკეტი გაეხსნათ, მათ გამოიყენეს ბრილიანტის წვერიანი საბურხი, რათა თავად კედელი გაეტეხათ. ხვრელი დარჩა, მაგრამ სხვა მტკიცებულება თითქმის არ იყო. ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, ხოლო შენობაში არსებული ვიდეოკამერების მყარი დისკები მოპარული იყო. მაგრამ მინდებარე ტერიტორიიდან უამრავი სხვა ვიდეოკამერის ჩანაწერი არსებობდა. გამოძიების პირველი ნაწილი მოიცავდა 100 საათის ვიდეო ჩანაწერის გადახედვას, რათა გაერკვიათ რა მოხდა. პოლიციამ გაიგო, რომ დანაშაული დაიწყო მხოლოდ მცირე ხნის შემდეგ, რაც დეპოზიტმა კარი დახურა 2015 წლის 2 აპრილის შაბათ-კვირას. მალე ადგილზე გამოჩნდა შეუმჩნეველი თეთრი მიკროავტობუსი. წინა დღეს გზის ქვეშ ელექტროსადენებმა ცეცხლი მოიკიდა. ამას დანაშაულთან კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ ვინც კი მუშებს იმ ტერიტორიაზე დაინახავდა, ბუნებრივად იფიქრებდა, რომ ისინი ელექტროპრობლემების მოსაგვარებლად იყვნენ მისულები. არავის არაფერი საეჭვო არ შეუმჩნევია, როცა მძარცველთა ბანდამ შენობაში შესვლა მოახერხა და ლიფტის შახტით სარდაფში ჩავიდა. აპრილის მესამე რიცხვში, შუაღამის შემდეგ, შენობაში განგაშის სიგნალი ჩაერთო. დაცვამ ადგილზე მივიდა, მაგრამ შენობის გარეთ ძალით შეღწევის კვალი ვერ შენიშნა და პოლიციის გარეშე შენობაში შესვლის უფლება არ ჰქონდა. პოლიცია ადგილზე არ გამოცხადდა და დაცვამ უბრალოდ სახლში დაბრუნდა. იმ დილის 8 საათზე მამაკაცები შენობიდან გამოვიდნენ, თავიანთ ფურგონში ჩასხდნენ და წავიდნენ. მათ მეორე ღამეს დაბრუნდნენ და მხოლოდ 5 აპრილს 6-ის შემდეგ წავიდნენ. გავიდა კიდევ 2 დღე, სანამ პოლიციას ქურდობის შესახებ შეატყობინებდნენ. თეთრი ფურგონი, რომელიც ვიდეოკამერამ დააფიქსირა, ლონდონის ქუჩებზე უამრავ თეთრ სამუშაო ფურგონს შორის შეუმჩნევლად ერეოდა. მაგრამ სწორედ ძარცვამდე გადაღებულმა ვიდეოკამერის ჩანაწერმა მისცა პოლიციას პირველი კვალი. გამორჩეული თეთრი მერსედესი შავი სახურავითა და ალუმინის დისკებით რამდენჯერმე შენიშნეს იმ ტერიტორიაზე. ის იმდენად უცნაურად გამოიყურებოდა, რომ პოლიციის ყურადღება მიიპყრო. როდესაც დაადგინეს, ვის ეკუთვნოდა ეს მანქანა, აღმოაჩინეს, რომ ის კენი კოლინსს ეკუთვნოდა, რომელიც 7 ათეული წლის ქურდია და დიდი კრიმინალური წარსული აქვს. შემდეგი ნაბიჯი იყო კოლინსის თვალთვალი. სათვალთვალო კამერებისა და სატელეფონო ჩანაწერების მეშვეობით პოლიციამ დაადგინა, რომ ის კონტაქტში იყო სხვა ბევრ ხანდაზმულ კრიმინალთან. მას შემდეგ, რაც სახელები მიიღეს, პოლიციამ შეძლო დაემთხვია გარეგნობა და სიარულის მანერა იმ მამაკაცებისა, რომლებიც ძარცვის დროს სათვალთვალო კამერებში ჩანან ეჭვმიტანილებთან. მოსასმენი მოწყობილობები ეჭვმიტანილების მანქანებში დაამონტაჟეს და პოლიციამ მოისმინა საუბრები, სადაც მამაკაცები ამაყობდნენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძარცვა ჩაიდინეს მსოფლიოში. მაისის მე-19 რიცხვში ძარცვიდან 6 კვირის შემდეგ 12 მისამართზე ერთდროულად შევიდნენ და ბანდა დააგავეს. 4 მამაკაცმა, მათ შორის კოლინსმა, აღიარა დანაშაულში მონაწილეობა. კიდევ 4 პირი სასამართლოს წინაშე წარდგა და ისინიც დამნაშავეცნეს. ნომერი 6. 23 წლის სექტემბერში მთელ ქვეყანაში მიმდინარეობდა ძებნა პატიმრის, რომელიც დასავლეთ ლონდონის ციხიდან იყო გაქცეული, ინგლისში. დანიელ ხალიფი 3 წლის განმავლობაში იმალებოდა სამართალდამცველებისგან, სანამ სათვალთვალო კამერები მის გადაადგილებას აკვირდებოდნენ. ხალიფი ბრიტანეთის არმიის ყოფილი ჯარისკაცია, რომელიც 33 მაისში გაათავისუფლეს სამსახურიდან. არსებობდა მტკიცებულება, რომ ის აგზავნიდა საიდუმლო და გასაიდუმლოებულ ინფორმაციას ირანის აგენტებთან, რის გამოც დააკავეს ოფიციალური საიდუმლოებების აქტის დარღვევისთვის. თავდაპირველად მას გირაოზე გამოუშვეს და ბაზაზე დაბრუნების უფლება მისცეს, მაგრამ ის გაიქცა და 3 კვირა დამალვაში გაატარა.
შემდეგ ის კვლავ დააგავეს და him prison Wandsworth-ში დააგავეს სასამართლოს მოლოდინში. პარებში ყოფნისას ხალიფმა დამეგობრდა სხვა პატიმრებთან და მოახერხა სამზარეულოში სამუშაოს მიღება. მაგრამ Wandsworth-ში ის ბედნიერი არ იყო და სურდა სხვა ციხეში გადაეყვანათ. მან განაცხადა, რომ სცადა გაქცევის ინცენირება, ფიქრობდა, რომ ეს საკმარისი იქნებოდა ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად. ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და მას უფრო სერიოზული რაღაცის გაკეთება დასჭირდა. მე-6 სექტემბრის დილისთვის 23 წელს ციხის მცველებმა ჩაატარეს ჩვეულებრივი დათვლა და აღმოაჩინეს, რომ ერთი ადამიანი აკლდა. მალე მიხვდნენ, რომ ეს ხალიფი იყო. დილის 7-ის ნახევრის ცოტა ხნის შემდეგ მან ციხიდან გაქცევა მოახერხა. სამზარეულო სტაფებით გაკეთებული სპეციალური სამაგრის გამოყენებით მან თავი ციხის სასადილო მანქანის ქვედა ნაწილს მიაბა. მანქანა უპრობლემოდ გავიდა და უკვე ლონდონის ქუჩებში იყო, როცა განგა შეატეხეს. პოლიციას დიდხანს არ დასჭირებია მანქანის პოვნა. მძღოლს წარმოდგენაც არ ქონდა მიმაულზე და პოლიციას მანქანის გაჩხრეკის ნებართვა მისცა. მათ ნახეს თოკი, მაგრამ ხალიფი თვითონ არსად ჩანდა. დაიწყო ქვეყნის მასშტაბით ძებნა. მისი ფოტოები გამოჩნდა გაზეთებში და საინფორმაციო არხებზე, ხოლო სატვირთო მანქანის ვიდეოკამერის ჩანაწერი გაავრცელეს. ამან გამოიწვია პირველი მინიშნება. ქალმა, რომელიც Wandsworth-ში მანქანას მართავდა, დაინახა კაცი თეთრი მაისურითა და ვარდისფერი ხელთათმანებით, რომელიც ვიდეოკამერაზე დაფიქსირებულ საკვების სატვირთო მანქანის ქვეშიდან ამოვიდა. იმ დროს მას არ ჰქონდა წარმოდგენა, რას უყურებდა, მაგრამ როდესაც ციხიდან გაქცევის ამბავი უფრო ფართოდ გავრცელდა, მიხვდა ვინ იყო ის კაცი. მინიშნებამ პოლიციას მისცა საწყისი ადგილი, საიდანაც უნდა დაეწყოთ მუშაობა. რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლეთ ლონდონში ტარდებოდა ძებნა ძაღლებით და პოლიციის ვერტფრენებით. საზოგადოებისგან შემოვიდა რამდენიმე მინიშნება და პოლიციამ შეძლო შეეგროვებინა ვიდეოკამერების მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ხალიფი ამ ტერიტორიაზე რჩებოდა. საბოლოოდ 9 სექტემბრის დილით პოლიციამ მიიღო მინიშნება, რომელმაც მათ საშუალება მისცა დაეძიათ დამნაშავეს. ამის განმავლობაში იგი შენიშნეს ჩიზვიკის რაიონში. პოლიციამ ამ და სხვა სადაზვერვო ინფორმაციაზე იმოქმედა, რამაც ისინი ნორჰოლდში მიიყვანა. შემდეგ ერთმა სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა ოფიცერმა შეამჩნია გაქცეული ველოსიპედით, დააკავა იგი. ხალიფი დააბრუნეს ციხეში, სადაც მის ბრალდებებს დაემატა კანონიერი პატიმრობიდან გაქცევა. თავდაპირველად მან უარყო ყველა ბრალდება, მაგრამ სასამართლო პროცესის შუაში მან ციხიდან გაქცევა აღიარა. მან პოლიციას უთხრა, რომ არ იცოდა ციხიდან გაქცევა რომ არალეგალური იყო. მოგვიანებით ის ირანისთვის ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და 14 წელი და 3 თვე მიუსაჯეს ციხეში. ნომერი 5. დილით ადრე იყო, როცა ოჰაიოში მცხოვრები ქალი გამოიღვიძა და დაინახა, რომ მისი ქალიშვილის მანქანა, 13 სახოთი მანქანა მის სახლთან ცეცხლში იყო გახვეული. ქონების უსაფრთხოების კამერის ჩანაწერმა და პოლიციის სწრაფმა მოქმედებამ გამოიწვია ის, რომ დამნაშავე მალევე აღმოჩნდა ციხეში. კამერის ჩანაწერმა, რომელიც Twitch-ის სტრიმერ Kylie Carter-ის სახლთან იყო დამონტაჟებული, 2023 წლის 16 მაისის დილას უცნაური რამ დააფიქსირა. კამერა გადახურებდა მშვიდ საცხოვრებელ უბანს, სადაც ასე ადრე დილას იშვიათად ჩნდებოდნენ ადამიანები. კამერამ აჩვენა, როგორ მიუახლოვდა მამაკაცი, რომელსაც ქუდი და სამედიცინო ნიღაბი ეკეთა, სახლთან გაჩერებულ მანქანას და მის კაპოტზე აგურისმაგორი რაღაც დადო. ის წავიდა, მაგრამ რამდენიმე წამში დაბრუნდა. ხელში ეჭირა ვედრო, საიდანაც 2 ჯოხი იყო გამოჩრილი. ვედრო აგურზე დადგა და მამაკაცმა ჯოხებს ცეცხლი წაუგიდა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. რამდენიმე წამში თვითნაკეთი მოწყობილობა მანქანის წინა ნაწილი მთლიანად ცეცხლში გაახვია. Kylie იმ დროს სახლში არ იყო, მაგრამ მისი დედა და შინაური ცხოველები იქ იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ ხმაურმა მისი დედა გაახვიца და მან ცეცხლი შენიშნა. მისი ქალიშვილი ვიდეო თამაშების სტრიმინგით Twitch-ზე მუშაობდა და წარსულში მას სტალკერები ჰყავდა, ამიტომ ქალს აშინებდა, რომ გარეთ შეიძლება ვინმე საშიში ელოდებოდა. ის სახლში დარჩა და 9-1-1-ში დარეკა. ცეცხლს კი შენობისკენ მოახლოებას უყურებდა. პოლიცია და სახანძრო სამსახური სწრაფად მივიდნენ. ცეცხლი ჩააქრეს მანამდე, სანამ ის სახლს გარეთ ღობეზე მეც დაწვავდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ ეს პოლიციას არ შეუშლია ხელი, რაც შეიძლება მალე დაეწყოთ დამნაშავის ძებნა. მალე მათ იპოვეს საეჭვო პირი მანქანაში, რომელიც სახლთან ახლოს იყო. კაცი ისე გამოიყურებოდა, თითქოს თავის მანქანაში ძილს ასულებდა, რომელიც საცხოვრებელ უბანში გზის პირას იყო გაჩერებული. კაცმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა და ოჰაიოში მცხოვრე მეგობართან მიდიოდა სტუმრად. მან დაახლოებით შუაღამისას გააჩერა მანქანა, რადგან დაღლილი იყო და სურდა ცოტა ხნით დაეძინა, მაგრამ უფრო დიდხანს დაეძინა, ვიდრე გეგმავდა. პოლიციას მისი ისტორია მაშინვე საეჭვოდ მოეჩვენა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ კაცს ზუსტად ისევე ეცვა, როგორც უსაფრთხოების კამერის ჩანაწერში მყოფ პირს.
ის დააკავეს და როგორც Farhan Jamili ისე ამოიცნეს. Jamili ნიუ-იორკიდან ოჰაიოში გაფრინდა და თან დანაშაულისთვის საჭირო აღჭურვილობა წაიღო. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით მან კაილი თვიტზე დააყოლა და ფულიც გადაუგზავნა. როცა გაიგო, რომ მას მეგობარი ბიჭი ჰყავდა, თავი მოტყუებულად იგრძნო და გადაწყვიტა შური ეძია. 23 წლის ოქტომბერში მან დანაშაულები აღიარა და 46 თვე ციხეში მიუსაჯეს. ნომერი 4. როდესაც პოლიცია პირველად გამოიძახეს ფულის საცავში ინგლისის სოფლის კენტში, მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდ ფულადი ძარცვის გახსნას აპირებდნენ. მთელი ძარცვა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს და წლები დასჭირდა გამოძიებას, სანამ დამნაშავეები სამართლის წინაშე წარდგებოდნენ. Securitasის საცავი Tonbridge იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ცენტრიდან ინგლისსა და ველსში, სადაც ინგლისის ბანკისთვის ახალ და გამოუყენებელ ბანკნოტებს ინახავდნენ. საცავში მრავალი მკაცრი უსაფრთხოების ზომა იყო მიღებული, რათა როგორც ფული, ასევე იქ მომუშავე ადამიანები დაცულნი ყოფილიყვნენ. მაგრამ 2006 წლამდე ამ უსაფრთხოების არც ერთი ზომა რეალურად არ გამოცდილა. ეს ყველაფერი შეიძლებოდა იმ წლის თებერვლის 21-ში. სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას Colin Dixon-ი გააჩერა ვიღაცამ, რომელიც პოლიციელად იყო გადაცმული. საინტერესოა, რომ მან არ დაიცვა პროტოკოლი, რომელიც ავალდებულებდა მას, რომ მანქანიდან მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ გადმოსულიყო. ის დათანხმდა პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე გადაჯდომას და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ამავე დროს დამნაშავეებმა კოლინის ცოლიც და შვილიც ამოიღეს სამიზნედ და მძევლად აიყვანეს, რათა დანაშაული უპრობლემო ჩაეტარებინათ. Colin დათანხმდა თანამშრომლობაზე მათი უსაფრთხოების ხატერ. მან დამნაშავეები დეპოში დააბრუნა, სადაც მათ შიგნით შესვლის უფლება მისცეს. თავდაპირველად სხვა მუშებმა იფიქრეს, რომ ეს უბრალოდ სასწავლო ვარჯიში იყო, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ასე არ იყო. სათვალთვალო კამერებმა აჩვენა, როგორ აბამდნენ დამნაშავეები დეპოს თანამშრომლებს და ტვირთავდნენ დიდი რაოდენობით ბანკნოტებს მათ მიერ მოყვანილ სატვირთო მანქანაში. საათნახევრის განმავლობაში მათ სატვირთო მანქანაში თითქმის 53 მილიონი ფუნტი ჩატვირთეს. შემდეგ კი თანამშრომლები ფულის გალიებში ჩასვეს და შიგნით ჩაკეტეს. ისინი წავიდნენ 22 თებერვალს, დილის დაახლოებით 2 საათსა და 45 წუთზე. როგორც კი თანამშრომლები დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ, გალიებიდან გამოაღწიეს და პოლიციას დაუკავშირდნენ. შემდეგ დაიწყო მასშტაბური გამოძიება, რომელიც დღემდე გრძელდება. საქმეში ერთ-ერთი პირველი მტკიცებულება იყო საწყობის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები. პოლიციამ შეისწავლა არა მხოლოდ ძარცვის დღის ჩანაწერები, არამედ მას წინამძღოლი რამდენიმე კვირისაც. პოლიციამ შეძლო ეპოვნა შენობა, სადაც კოლინი იმყოფებოდა, სანამ მას საწყობში წაიყვანდნენ ძარცვისთვის. მათ იპოვეს საწყობის მარტივი რუკა. ცხადი იყო, რომ ეს შიდა საქმე იყო. საწყობიდან უსაფრთხოების კამერების ჩანაწერმა გამოავლინა შიდა კაცი. ძარცვამდე რამდენიმე თვით ადრე ამირ ჰისინაჯის სახელად კაცი დაიწყო მუშაობა საწყობში და უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ იქცეოდა უცნაურად. იდგა კარებთან ისე, რომ არ გადიოდა მათში და უცნაურად ტრიალებდა. ის ათვალიერებდა შენობას და მოგვიანებით პოლიციამ იპოვა ჯაშუშური კამერა, რომელიც მის ქამარზე ჰქონდა მიმაგრებული და იყენებდა საწყობის რუკის მისაღებად. როდესაც პოლიციამ ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება სთხოვა საზოგადოებას, მათთან რჩევები და მინიშნებები შემოვიდა. და როცა მინიშნებები შემოდიოდა, პოლიციამ შეძლო ვიდეო ჩანაწერში ნანახი მამაკაცების იდენტიფიცირება. მათ შეადარეს ადამიანების ფიზიკური აღნაგობა და ზოგიერთს ისეთი სიარული ჰქონდა, რომელიც ადვილად ამოსაცნობი იყო შედარებისას. 2007 წლის ივნისში დაიწყო სასამართლო პროცესი 8 ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დანაშაულში იყვნენ ჩართული. თავარ ორგანიზატორად მიჩნეული ლი მიურეი ამ ადამიანებს შორის არ იყო. დანაშაულის შემდეგ ის მაროკოში გაიქცა თანამზრახველ პოლ ალენთან ერთად. ორივე საბოლოოდ დააგავეს. მიურეი მაროკოში დააპატიმრეს დანაშაულში მონაწილეობის გამო, ხოლო ალენმა სასჯელი დიდ ბრიტანეთში მოიხადა. პოლიცია მიიჩნევს, რომ დანაშაულში მონაწილე სულ მცირე ერთი ადამიანი ჯერ კიდევ თავისუფალია და ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, შეუძლია დაუკავშირდეს Crime Stoppers ნომერზე 0800 555 111. ნომერი 3. როდესაც ეიმი ლორდი სამსახურში არ გამოცხადდა, მისმა მეგობრებმა და თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ რაღაც არ იყო რიგზე. იმ დღესვე იგი დაკარგულად გამოაცხადეს, მაგრამ მალე მისი ცხედარი იპოვეს და პოლიციამაც არ დააყოვნა დამნაშავის დაკავება. ეიმი მხოლოდ 24 წლის იყო, როდესაც 2013 წლის 23 ივლისს სიცოცხლე დაკარგა. ის იყო ჭკვიანი და მეგობრული ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბოსტონში ონლაინ მარკეტინგის სპეციალისტად მუშაობდა. მისი თავდასხმის დილას მას გეგმაში ჰქონდა თანამშრომელთან ერთად სამუშაოს დაწყებამდე სპორტ დარბაზში წასვლა. მან თავისი ბინის შენობა დილის 5:38 საათზე დატოვა, მაგრამ სპორტ დარბაზში ვეღარ მივიდა.
როცა ეიმი სამსახურში არ გამოცხადდა, მისმა მეგობრებმა ნერვიულობა დაიწყეს. ოჯახის წევრებიც ვერ უკავშირდებოდნენ მას, ამიტომ პოლიციაში დაკარგულად განაცხადეს. ერთ-ერთი პირველი მტკიცებულება, რომელიც პოლიციამ ამ საქმეში შეაგროვა, იყო ეიმის მანქანა. რამდენიმე საათით ადრე, სანამ ვინმე მიხვდებოდა, რომ ის დაკარგული იყო, პოლიცია სამხრეთ ბოსტონში დამწვარი მანქანის შესახებ ზარები ჰქონდა მიღებული. როგორც კი ეიმი დაკარგულად გამოცხადდა, პოლიციამ შეძლო მანქანა მასთან დაეკავშირებინა. შემდეგი კვალი ეიმის საბანკო ჩანაწერებში აღმოჩნდა. ჩანაწერებში ჩანდა, რომ მან დილა 5 სხვადასხვა ბანკომატში სიარულსა და ფულის გამოტანაში გაატარა. პოლიციამ შეძლო ამ ბანკომატებიდან ვიდეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ჩანდა, რომ ეიმის სახეზე ჭრილობები ჰქონდა. ასევე მისი მანქანის საჯესთან სხვა ადამიანი იჯდა. კამერაზე ეს ადამიანი არასდროს ჩანდა მკაფიოდ, მაგრამ პოლიციამ იცოდა, რომ სწორედ ეს იყო ის პიროვნება, რომელსაც ეძებდნენ. სამწუხაროდ, სანამ პოლიცია ამ მტკიცებულებებს აგროვებდა, კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა. ეიმის უსიცოცხლო სხეული ჰაიდ პარკში იპოვეს. ის რამდენჯერმე იყო დაჭრილი ბასრის საგნით. დაკარგული ადამიანის გამოძიება ახლა უფრო სერიოზულ საქმედ იქცა, მაგრამ აღმოჩენა პოლიციამ შეისწავლა მარშრუტი, სადაც ემის სხეული და მანქანა იპოვეს და ეძებდა ბენზინგასამართ სადგურებს, სადაც დამნაშავე შეეძლო ეტყიდა საწვავი. შემდეგ მათ ამ ტერიტორიებზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები გადაამოწმეს ემის მანქანის საპოვნელად. და მართლაც დაახლოებით დილის 8 საათზე ვიღაცა ემის მანქანით გაჩერდა ბენზინგასამართ სადგურზე ახლო მდებარე გზაჯვარედინზე. ლიქიორის მაღაზიის კამერის ჩანაწერმა კაცის კარგი გამოსახულება ვერ მისცა, მაგრამ აჩვენა, რომ ის სხვა პირს ესაუბრებოდა. მოგვიანებით ეს ადამიანი გამოჩნდა და კაცად ედვინ ალიმანი დაასახელა. დიდი დრო არ გასულა, რომ ალიმანი ისევ პოლიციასთან პრობლემებში აღმოჩნდა. იმ დროს, როცა ემის საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, პოლიციამ მიიღო ზარი, რომ ძალიან მსგავსი რამ კიდევ ერთ ქალს შეემთხვა. კეილი ბალანტინი ემის სახლთან ახლოს ცხოვრობდა. 23 ივლისს გვიან ღამით, როცა კეილი ღამის სრიდან სახლში ბრუნდებოდა, მას თავს დაესხა ვიღაცა, ვინც ძალით შეიჭრა მის საცხოვრებელ კორპუსში. მან წინააღმდეგობა გაუწია და მოახერხა, რომ ფეხი დაერტყა მისთვის ხელში, როცა ის იარაღი ეჭირა. მან თვითონ დაიზიანა თავი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. და კეილი შეძლო დახმარების მიღება და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ერთხელ პოლიციამ შეაგროვა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩანაწერებში ჩანდა მამაკაცი, რომელსაც პერანგი თავზე ჰქონდა შემოხვეული და ტერიტორია ტოვებდა. მამაკაცს გამორჩეული ტატუები ჰქონდა, რომლებიც ალიმანის ტატუებს ემთხვეოდა. მალე ალიმანი შევიდა იმავე საავადმყოფოში, სადაც კეილიც მკურნალობდა. სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა სამართალდამცავებს აცნობა, რადგან მისი ჭრილობა და გარეგნობა ემთხვეოდა კეილის მიერ მიცემულ აღწერას და ის ადგილზე დააკავეს. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უადო პატიმრობა მიუსაჯა. ნომერი 2. პოლ ალენი ცდილობდა თავისი ცხოვრება შეეცვალა, როდესაც საშინელმა თავდასხმამ თითქმის სიცოცხლე დაუჯდა. დნამ, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და iPad-ი, რომელიც თემზის მდინარეში იპოვეს, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გახდა საქმის გამოძიებაში. ალენი იყო ერთ-ერთი დამნაშავე, რომელიც სეკურიტასის საწყობის წარწვისთვის დააპატიმრეს. მან აღიარა თავისი როლი დანაშაულში და 6 წელი მოიხადა ციხეში, სანამ 2016 წელს გაათავისუფლებდნენ. თავდაპირველად ის დაბრუნდა სამხრეთ ლონდონში, სადაც გაიზარდა, მაგრამ მის სიცოცხლეზე მუქარებმა აიძულა, რომ თავისი პატარა შვილებიანი ოჯახი სხვაგან გადაეყვანა. 2019 წლისთვის ის ცხოვრობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში, ვუდფორდის რაიონში, თავის პარტნიორთან და პატარა ბავშვებთან ერთად. 2019 წლის 11 ივლისის უმეტეს ნაწილში დღე ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. ეს კი დაახლოებით ღამის 11 საათზე შეიცვალა. ალანი თავის სამზარეულოში იყო, როცა ტყვიები მისი სახლის პირველ სართულის ფანჯრებში გაისროლეს. ის ორჯერ დაიჭრა, მათ შორის ერთხელ ყელში. მისი პარტნიორი თავდასხმის დროს სახლში იყო და მაშინვე სამართალდამცავებს დაუკავშირდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და ექიმებმა შეძლეს მისი სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ მას მკევდიდან ქვემოთ პარალიზება ძება დარჩა. იმ დროს, როცა ალანის სიცოცხლის გადასარჩენად იჩქარებდნენ, დანაშაულის ადვიიდან რენო კაპჯურის მარკის ავტომობილი გაეცალა. პოლიციის მიერ ამ საქმეში შეგროვებული ერთ-ერთი პირველი მტკიცებულება იყო დნმ-ის კვალის შემთხვევის ადგილიდან. ტყვიები მეზობლის ბაღიდან იყო ნასროლი. როდესაც პოლიციამ იქაურ ღობეს შეამოწმა, აღმოაჩინა ორი მამაკაცის, დანიელ კელისა და ლუის აჰერნის დნმ-ის კვალი. კელი და აჰერნი პროფესიონალი კრიმინალები იყვნენ. ორივეს კრიმინალური წარსული ძირითადად ბინების წარსულსა და სხვა ქურდობებს მოიცავდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ისინი ესეთ სერიოზულ საქმეში იყვნენ ჩართული. მაგრამ როცა პოლიციამ ამ ორი კაცის გამოძიება დაიწყო, უფრო და უფრო დარწმუნდნენ, რომ სწორედ ისინი იდგნენ თავდასხმის უკან.
ვიდეოკამერების ჩანაწერების გადამოწმების შემდეგ მათ შენიშნეს, რომ რენო კაპჩოურ დანაშაულის ადგილს ტოვებდა და დაადგინეს, რომ ეს მანქანა გაქირავების კომპანიას ეკუთვნოდა. ჩანაწერების მიხედვით ის სტიუარტ აჰერნმა, ლუისის ძმამ იქირავა თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე. სამივე კაცი დააკავეს, მაგრამ პოლიციისთვის მტკიცებულებების შეგროვება გაგრძელდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება ლუის აჰერნის დახმარებით აღმოაჩინეს. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, აჰერნმა გადაწყვიტა ეღიარებინა, რომ დანაშაულის დროს იმ ქონებაზე იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ ეგონა ისინი უბრალოდ ქურდობისთვის ქონების დასაზვერად იყვნენ მისულები და არ იცოდა ძალადობის შესახებ რაიმე გეგმის შესახებ. მან თქვა, რომ მოგვიანებით დანაშაულის ადვილიდან წასვლის შემდეგ ისინი ერთ კონკრეტულ გზაზე გაჩერდნენ და ის მანქანიდან გადავიდა, რომ სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა. კელი მდინარე ტემზისკენ გაუჩინარდა. მოგვიანებით დაბრუნდა ისე, რომ არ უთქვამს, სად იყო წასული. პოლიციას ეს მომენტი უკვე ნანახი ჰქონდა სათვალთვალო კამერებზე, მაგრამ ეხლა უფრო მეტი ყურადღება მიაქცია მას და დეტექტივები მეტალო დეტექტორებით მდინარის ნაპირზე წავიდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ კელიმ შესაძლოა იქ მოიშორა იარაღი. მაგრამ ამის ნაცვლად მათ ტალახში დაფარული iPad-ი იპოვეს. სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფმა შეძლო მოწყობილობიდან სიმბარათის ამოღება, რომელმაც დამატებითი ციფრული მტკიცებულებები მისცა, რომლებიც სამ მამაკაცს ერთმანეთთან და თავად დანაშაულთან აკავშირებდა. დანაშაულის მოტივი არასდროს დადგინდა, მაგრამ უსამართლეს ჯეროდა, რომ ის ფინანსური იყო. სამივე მამაკაცი სხვა დანაშაულებშიც იყო ჩართული ალენზე თავდასხმამდე, მათ შორის ჟენევის მუზეუმში ძარცვაში, რომელიც ასევე კამერაზეა დაფიქსირებული. მამაკაცები მოგვიანებით დააგავეს, როდესაც ისინი ცდილობდნენ მოპარული ნივთების გავიგოს ფარული პოლიციელისთვის და სამივე მამაკაცი დამნაშავედ ცნეს ალენის სიცოცხლის წართმევაზე შეთქმულებაში. თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ შესაძლოა სხვებიც იყვნენ ჩართული. სამივე მამაკაცს 30-დან 40 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ნომერი პირველი. 1. ინგინ ჟანგი მხოლოდ 26 წლის იყო, როდესაც 2017 წლის ივნისის ერთ შუა დღეს უკვალოდ გაუჩინარდა. მხოლოდ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოყის გამოყენებით შეძლეს პოლიციელებმა გაეგოთ, რა დაემართა მას. ინგინგ იყო ჭკვიანი და შრომის მოყვარე ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეერთებულ შტატებში სასწავლებლად ჩავიდა. მან უნივერსიტეტი თავისი კურსის საუკეთესო სტუდენტად დაამთავრა და პეკინის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2017 წლის აპრილში ის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ილინოისის უნივერსიტეტში ურბანა შამპეინის კამპუსზე მოწვეული მკვლევარის სტატუსით. ის კონცენტრირებული იყო ფოტოსინთეზისა და მოსავლიანობის შესწავლაზე. 9 ივნისს მას გეგმაში ჰქონდა ბინის ქირაობის ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც უნივერსიტეტთან უფრო ახლოს მდებარეობდა. 13:29 საათზე მან მესიჯი გაუგზავნა აგენტს და აცნობა, რომ აგვიანებდა და იქამდე 14-10 საათამდე ვერ მივიდოდა. დრო გავიდა, მაგრამ მისი კვალი მაინც არ ჩანდა. 14:38 საათზე ქირავნობის აგენტმა მას მესიჯი გაუგზავნა და კითხა, როდის მივიდოდა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. დიდი დრო არ გასულა, რომ ინგინგის მეგობრები მისი გამო შეშფოთდნენ. რადგან ვერ დაუკავშირდნენ, იმ საღამოს იგი დაკარგულად განაცხადეს. მისი ძებნა მაშინვე დაიწყო. პოლიცია მისი გეგმების შესახებ ქირავნობის აგენტისგან შეიტყო და გამოიკვლია ვიდეოკამერების ჩანაწერები იმ მარშრუტზე, რომელსაც ინგინგ ბინიდან შეხვედრის ადგილამდე გაივლიდა. მგზავრობას 2 ავტობუსი დასჭირდებოდა. ვიდეოკამერების ჩანაწერი მაჩვენა, რომ ინგინგმა მგზავრობის პირველი ეტაპი უპრობლემოდ გაიარა. დაახლოებით 13 საათსა და 50 წუთზე ის პირველი ავტობუსიდან ჩამოვიდა. ის ცოტა ხანს გაჩერდა მეორე ავტობუსის გაჩერებაზე, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ მისი ბინის მიმართულებით ავტობუსი გზის მეორე მხარეს ჩერდებოდა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, როგორც ცდილობს ინინინინი ავტობუსის გაჩერებას ანიშნოს, მაგრამ ზღოლმა არ გააჩერა, რადგან ის გზის არასწორ მხარეს იდგა. ის სხვა გაჩერებაზე წავიდა, რომ შემდეგ ავტობუსს დალოდებოდა. როდესაც ის მიდიოდა, შავი სატურნ ასტრა გვერდით ჩაუარა და ცოტა ხნის შემდეგ სათვალთვალო კამერამ იგივე მანქანა დააფიქსირა, რომელიც უკან დაბრუნდა და სტუდენტთან გაჩერდა. დაინახეს, რომ ის რამდენიმე წამით მანქანაში მყოფ ვინმეს ესაუბრებოდა, შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა. ეს მნიშვნელოვანი კვალი იყო, რომელიც საბოლოოდ პოლიციას დამნაშავემდე მიიყვანს. მხოლოდ რამდენიმე მანქანა იყო რეგისტრირებული ამ რაიონში, რომელიც აღწერილ მანქანას ემთხვეოდა და პოლიციამ თითოეული მათგანი მეთოდურად შეამოწმა. საბოლოოდ ისინი მივიდნენ კაცთან, სახელად ბენტ ქრისტენსენი. თავდაპირველად მას დაკითხეს და მან განაცხადა, რომ იმ დღეს, როდესაც ინგინგ გაუჩინარდა, მთელი დღე სახლში იყო. მაგრამ მისი სახლის წინ გაჩერებული სატურნ ასტრა ზუსტად ემთხვეოდა სათვალთვალო კამერაზე დაფიქსირებულ მანქანას, მათ შორის დისკის დაზიანებაც კი. როდესაც ხელახლა დაკითხეს, ქრისტენსენმა თქვა, რომ იმ დღეს, როცა ინგი გაუჩინარდა, მან აზიელი ქალი წაიყვანა მანქანით, მაგრამ ქალი შეშინდა, როცა მან არასწორად მოუხვია და ქრისტენსენმა ის მანქანიდან ჩამოსვა.
მას არც კი იცოდა, რომ ეს ქალი ის ადამიანი იყო, რომელსაც ეძებდნენ და არც ის იცოდა, სად იყო იგი. პოლიციამ ამ ამბავს არ დაუჯერა. მისი შეყვარებული უფრო დარწმუნებული იყო, რომ მას არაფერი ჩაუდენია და შესთავაზა თავად ეტარებინა ფარული მიკროფონი, რათა მისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა. კვირები გავიდა ისე, რომ არაფერი კომპრომეტირებელი არ გამოჩნდა, მაგრამ 29 ივნისს, როდესაც ინგის ხსოვნისადმი მიძღვნილ სეირნობაში მონაწილეობდა, მან თავის შეყვარებულს გამოუთხრა, რომ პასუხისმგებელი იყო. ქრისტენსენმა მოგვიანებით თავის შეყვარებულს უთხრა, რომ ინგი თავის ბინაში მიიყვანა, სადაც მას თავს დაესხა და სიცოცხლე წაართვა. მან ასევე განაცხადა, რომ სხვა ქალების სიცოცხლე წაურთმევია და რომ ინგი მისი მე-13 მსხვერპლი იყო. გამომძიებლებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ეს ნაწილი სიმართლე არ იყო, მაგრამ აღიარების პირველი ნაწილი ზუსტი აღმოჩნდა. მის სახლში კიდევ ერთი ჩხრეკისას აღმოაჩინეს დნმ-ის მტკიცებულება, რომელმაც დაადასტურა, რომ ინგი იქ იყო თავდასხმული და დაშავებული. ქრისტენსენი სასამართლოში დამნაშავედ ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. შემდგომ გაირკვა, რომ მან ინგის ცხედარი ნაგვის ურნაში მოათავსა, რომელიც მისი გაუჩინარებიდან 3 დღის შემდეგ დაცალეს და მისი ნეშტი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. დიდი მადლობა რომ მოგურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექეთ მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მაგრამ ჩემი სახელია Top 5 უცნობი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.